გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას Talk Shows Etox-ზე. დავიწყოთ საგამოძიებო კომისიით, სადაც ხალხის მთავარი ყურადღებაა მიპყრობილი და სადაც თეა წულუკიანი აფარჩაკებს. ანადგურებს იქ მიწეულ ნაცებს. მათ მიმხმარე უღირს ხალხს და ასე შემდეგ. ამ კომისიის პირობებში მოისმენთ უამრავ შემზარავ ფაქტს, რომელიც კი ვიცოდით, მაგრამ ხელმეორედ გვაფორიაქებს. წამებას, ტერიტორიები როგორ იყიდებოდა იმას, ღალატს და ყველაზე არასაქვეყნო საქმეებს, რაც ნაცებმა ჩაიტინეს. მოდი ორი სიტყვით თქვათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კომისიას და ზოგადად რა არის ისტორიის გააზრება. Ქვენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და ვარაუდობ მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მასირებული ციტირებ შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან. ეს არის თქვენი განცხადების შინაარსი, ანუ ვერსია, რომელიც წარმოადგენთ კომისიის წინაშე. 7 აგვისტოსო მეო, როგორც ესე იგი თქვენ ამ დროს ბრძანდებით მინისტრის მოადგილე საგარეოში. ჩემი ხელით დავწერე განცხადებაო საგარეო საქმეთა სამინისტროსიო, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. სამხედრო ტექნიკაზეა საუბარი. პირველი კითხვა არის, ვინ შეგატყობინათ ამ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე? რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში. თქვენც კი სამოქალაქო პირმა, რომლის მთავარი ფუნქცია არის დიპლომატია. იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციური საფრთხე. ისტორიის გააზრებაზე ამბობს მერაბ მამარდაშვილი, რომ თუ ჩვენ არ გავიაზრებთ ისტორიას, ის მომავალშიც განმეორდებაო. დასავლეთში ნაციზმი ისე გაიაზრეს, რომ დღემდე ფილმებს იღებენ, მუსიკა იწერება და კანონებია, რომ ჰოლოკოსტის ეჭქვეშ დაყენება არ შეიძლება. აქ ვინც აკრიტიკებს ამ პროცესებს, ესაა ორი ჯგუფი, ნაცები და ლიბერალები. კითხავთ, ეგენი ერთნი არ არიანო? და გიპასუხებთ, რომ კი. მაგრამ მე ვყოფ ისე, ვინ როგორ მოიხსენიებს თავს. ნაცებს არ აწყობთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მათზეა და უბრალო მარტივი მიზეზით დაიჭერენ. შევედი, ბატონ ბესოხარძიან და ერთი წუთით, შევედი, ციხე არ არის დერეფანი. როგორ შეხვედით? დათანხმა მიიღეთ გასამსჯელოს სახით. 1000 თუ 2000 დოლარი. ეს უბრალოდ 2000 და 2000 დოლარი სამჯერ გდანში შესვლა პატიმართან სასაუბროდ. თქვენ რომ მიბრუნდებით დღეს შინ მოგიწევთ ფიქრი მეხსიერების გასხივოსნებაც და რაღაცების გახსენება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვწყვეთ მუშაობას. ლიბერალების არგუმენტები სხვადასხვა. უმეტესად კი რაღა დროს ის 9 წელიაო. ეს ის ხალხია მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირს რომ დასდევდნენ. მოდი შევაჭამოთ. ცოტა შორიდან ვიტყვი. მედიცინაში თუ არ დასვამ დიაგნოზს, ვერ დაიწყებ მკურნალობას. ასია სოციოპოლიტიკურ ნაწილშიც. თუ არ დაარქვი რეჟიმს რეჟიმი, ვერ მიხვდები რა გააჯანსაღო. ანდაც თუ არ გაასამართლე, გამოდის რომ მოსულა ეგეთი ქმედებები. იკითხავთ აქამდე სად იყვნენო? არ დაგავიწყდეთ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და მანამდე ყველგან და ყველაფერში იყო deep state-ი ფესვგადგმული. მე ვიტყოდი რომ ეს საგამოძიებო კომისია კიდევ ერთი ნაბიჯია სრული სუვერენობისაკენ. გადავიდეთ მეორე საკითხზე. ხალხო და ლიბერალებო. deep state-ზე რატომ ვადაობთ? კარგი. გასაგებია მონორუფსიქოლოგია გაქვთ და ვერც დაუშვებთ რომ რამე ჯერ საქართველოში მოხდეს და მერე ამერიკაში. თქვენ ცენტრ და პერიფერიად გაქვთ ახმული ეს ყველაფერი. ჯერ ხომ აქ ითქვა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და შალვა პაპუაშვილის მხრიდან. შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ deep state-ი როგორც ფუნქციონირების მექანიზმი უკვე გამოაშკარავა. რატომ არ კითხულობთ დოკუმენტებს ქართველო NGO ლიბერალებო? იქ ნახავთ რა არის კორუფცია, წამება და კომპრომიტირება პირადი კადრებით, რაც თქვენმა პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა მშვენივრად გადმოიტანა. წაიკითხეთ USAID-ის დაფინანსებები. Deep State-ი სრულად სამეცნიერო ტერმინია და ის არავითარ შემთხვევაში არ არის კონსპიროლოგია. და ბოლოს, ისევ კომისიას მივუბრუნდეთ სახალისო თემით მინდა დავასრულოთ. ჩვენი კინტო, ალეკო, აი ძალიან ვაშკაცი ტიპი როა. ვერ მიხვდით? აი, საკუთარი გადაბურთხებულის ალოკვა რომ უყვარს. მიხვდით? ხო? კი. ზუსტად ეგ არის. ეგა, ხაზარაძეს რო ეკაცა, მერე ჩოქბინში ჩაუდგა და გუბაზამ რაც ხნა იმაზე უარესი რო ხნა, ეგა. ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში მაშინაც იდეკი და ხალხს იმაზე ბინიკი დაფრიდი. აი ეს კაცი ხარ, შენ და მოდი ხოცავდნენ დალეშიკაში ძულებში ატროდნენ. მაშინ შენ იდეკი და ხამე კრედიტებს უფორმებდი იქ რა ქვია. ეხები კიდე. აი ეს კაცი ხარ, შენ და ისებაზე მე ვაპარაკებ.
საქართველოს რო აწყავებდი, სიხიდან რო ხალხს კრედიტებს უხსნიდი, გაჭერით ხალხს. და ეხლა შეუყვარდა ამას საქართველოს და ყუას. ძველი კაცობა ხაზარაძის წინააღმდეგ არ ასვენებს. ახლა ხანდაზმული თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიბარეს კომისიაზე. ხო, სამაგიეროს უხდის ალეკოს და ალოკინებს თავის გადაფურთხებულს ბევრჯერ. ხო და დააყენა და რაც ალაპარაკა, აქ ნახეთ. შევის დაყრულზე დადიხარ ის გაარკვიე. კიდევ მეორე. ბოდიში, მაო, უშენოდ გამომივიდა ძალიან. მაგრამ შხამავს უსინდისო იყო ის ეთერიო, იმის ნახვა არ მინდა. და აი ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს, დააპატიმრებენ ბადრი ჯაფარიძეს. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ ეთოქზე.